მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი კომენტარებისთვის და მოწონებებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს. დღეს გთავაზობ 2025 წლის ნოემბრის ტარო პროგნოზ ქალწულებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ ვნახოთ თვის ფონური ენერგია. თასების რაინდი ამ პერიოდში მოიმატებს თქვენი მომხიბვლელობა, გამოავლენთ ტაქტის და დარწმუნების განსაკუთრებულ უნარებს, ამიტომ ადვილად შეძლებთ გაიჩინოთ თანამოაზრეები და მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. ორიენტირებული იქნებით პოზიტიურ განწყობებზე, მოგინდებათ სხვებისთვის დახმარების ხელის გაწოდება, იქნებით მგრძნობიარეები, ემპათიურები, მზრუნველები, გეკნებათ მდიდარი წარმოსახვის უნარი და ზოგადად თქვენში გაძლიერდება კრეატიული აზროვნება. შესაძლებელია ამ პერიოდში მიიღოთ მნიშვნელოვანი შემოთავაზებები, ან თქვენ თვითონ მოგინდეთ მნიშვნელოვანი საქმიანი ან პირადი შეთავაზებების გაკეთება სხვებისთვის. ზოგადად იქნებით რომანტიკულ განწყობილებაზე, მოგინდებათ განტვირთვის მიზნით მოაწყოთ სხვადასხვა აქტივობები და ასეთ ღონისძიებებში ჩართოთ ოჯახის წევრები, ახლობლები და შესაძლოა სრულიად უცნობი ადამიანებიც. ამ პერიოდში თქვენი შარმი და რაინდული თვისებები დაგეხმარებათ იყოთ წარმატებული და ბევრი ჩანაფიქრის რეალიზებაც მოახერხოთ. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. თასების ტუზი ძალიან პოზიტიური ბარათია ამ პოზიციისთვის. სიყვარულის და სურვილების ასრულების ენერგია. ნოემბერი ბევრი თქვენგანისთვის არსებულ ურთიერთობაში ემოციური განახლების პერიოდი იქნება, ხოლო მათთვის, ვისაც ჯერ არ გყავთ პარტნიორი, მოგეცემათ შანსი შეხვიდეთ ახალ ურთიერთობაში და ნანატრი პოზიტიური ემოციებითაც აივსოთ. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. თასების ცხრიანი. ამ პერიოდში იქნებით სავსე დადებითი ემოციებით, მოგინდებათ მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს, საკუთარი იდეების განხორციელებას, მაგალითად შესაძლებელია მოგინდეთ სხვადასხვა კოსმეტიკური ან სარელაქსაციო გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება, გარდერობის განახლება, ახალი ლამაზი ან სასურველი ნივთების შეძენა, ან შესაძლებელია უფრო მასშტაბური საკითხებით დაკავდეთ და ინტერიერის განახლება დაიწყოთ ბინაში, ასევე შესაძლებელია მოგინდეთ რომ მეტი დრო დაუთმოთ კულტურულ შემოქმედებით ღონისძიებებს, ნებისმიერ შემთხვევაში პირად ცხოვრებაში მკვეთრად შეიგრძნოთ ამ პოზიტიურ ენერგიებს და მოგინდებათ თავს მისცეთ დასვენების, სიმშვიდის და განტვირთვის უფლება. ასევე ბარათების ასეთი კომბინაცია ზოგიერთი თქვენგანისთვის შესაძლებელია ორსულობაზეც მიუთითებდეს. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს, კვერთხების ორიანი. ნოემბრის განმავლობაში მოგეცემათ შესაძლებლობა შეხვიდეთ ურთიერთობაში, უფრო მეტიც არ არის გამორიცხული არჩევანის წინაშეც კი დადგეთ და არკანების ასეთი კომბინაცია მეტყველებს, რომ გონივრულ არჩევანს გააკეთებთ, რომელიც დამყარებული იქნება თქვენს წარსულ გამოცდილებაზე, რაციონალურ ანალიზზე და განსაკუთრებით გამძაფრებულ ინტუიციაზე. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ ნოემბერში საქმიანი სფერო. თასების სამიანი, საკმაოდ პოზიტიური არკანია, თქვენ კარგად იგრძნობთ თავს კოლექტივში, იმ ადამიანების გარემოცვაში, სადაც გიწევთ ან მოგიწევთ მუშაობა ნოემბრის განმავლობაში, გაიზრდება თანამოაზრეობის ხარისხი, შეძლებთ გუნდური მუშაობით გარკვეულ პოზიტიურ შედეგებზეც გახვიდეთ, თუ წინა პერიოდში გქონდათ გარკვეული უთანხმოებები კოლეგებთან, დიდი შანსია ამ პერიოდში შეძლოთ ამ პრობლემების მოგვარება,
მოახერხოთ ერთმანეთის გაგება და საერთო საქმის, საერთო იდეების გარშემო გაერთიანება. მათთვის, ვინც უშუალო შეხებაში ხართ კლიენტებთან ან ფართო საზოგადოებასთან, მოიმატებს თქვენი აუდიტორიის და კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობა, შესაძლებელია ამ პერიოდში მოგიწიოთ კორპორატიული საღამოს დაგეგმა ან ასეთ საღამოზე დასწრება, სადაც სასიამოვნო დროს გაატარებთ და ბევრი პოზიტიური შთაბეჭდილებაც დაგრჩებათ სამომავლოდ. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. კვერთხების სამიანი. ეს ბარათი საინტერესო პარტნიორობაზე და გრძელვადიან წარმატებაზე მიგანიშნებთ. ამ პერიოდში შესაძლებელია მოგიწიოთ საქმიანი ვიზიტით საზღვარგარეთ წასვლა ან უცხოელ კოლეგებთან მჭიდრო კომუნიკაცია. ამ პერიოდში იქნებით თავდაჯერებულები, მოტივირებულები, ბევრს იზრუნებთ საქმის განვითარებაზე, გამოავლენთ შორს მჭვრეტელობის უნარს, შრომის მოყვარეობას, ორიენტირებული იქნებით სამომავლო პერსპექტივებზე, პროფესიულ ზრდაზე და კარიერულ წინსვლაზე. მათთვის, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, მერვე მაღალი არკანი ძალა. ნოემბერში თქვენ შეძლებთ გაიაზროთ თქვენი შესაძლებლობები და რესურსები და მოგეცემათ ენერგია იმისთვის, რომ გადახვიდეთ აქტიურ მოქმედებაზე, დაისახავთ თქვენთვის კარიერული განვითარების სამომავლო პერსპექტივებს, იგრძნობთ, რომ თქვენი პროფესიული წინსვლისთვის საჭიროა გარკვეული ცვლილებები და დაიწყებთ ამ მიმართულებით მოქმედებას. გეტყვით, რომ ამ პერიოდში სამყარო თქვენს მიმართ პოზიტიურად იქნება განწყობილი და გექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა. მთავარია თქვენ თვითონ გამოავლინოთ ინიციატივა და აქტიურად იზრუნოთ დასაქმებაზე, პროფესიულ განვითარებაზე და კარიერულ წინსვლაზე. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, მონეტების დედოფალი. ეს ბარათი მიუთითებს თქვენს პროფესიონალიზმზე, იმ ცოდნასა და უნარებზე, რომელიც უკვე გაგაჩნიათ და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც თუ მოინდომებთ, აუცილებლად შეძლებთ პოზიტიურად გამოიყენოთ თქვენი ბიზნესის მასშტაბირებისა და მეტი სარგებლის მიღებისთვის. ამ პერიოდში იქნებით ორგანიზებულები, გამოავლენთ პრაქტიკულობას და ზოგადად ნოემბერი სტაბილური თვე იქნება სამუშაო თვალსაზრისით. თუმცა ამავდროულად საჭიროების შემთხვევაში შეძლებთ ახალი კონტაქტების დამყარებასაც, ინვესტიციების მოზიდვასაც და თუ უკვე გაქვთ გეგმა, რომ ახალი მიმართულებებით გაამდიდროთ თქვენი საქმიანობა, ამ პერიოდში წარმატებით შეძლებთ თქვენი ჩანაფიქრების განხორციელებასაც. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს ნოემბერში, თასების ცხრიანი, ამ პერიოდში თქვენ კმაყოფილი იქნებით თქვენი ფინანსური მდგომარეობით, შესაძლებელია მნიშვნელოვანი შენაძენებიც გააკეთოთ, ან მოაგვაროთ წინა პერიოდში დაგროვებული ფინანსური პრობლემები. ერთადერთი, თუ ამ პერიოდში მოულოდნელი შემოსავალი გაგიჩნდებათ, რომლის მიღების შანსი ნოემბრის განმავლობაში მაღალია, გირჩევთ კეთილგონივრულად დახარჯოთ ის და რაღაც ნაწილი აუცილებლად გადადოთ დანაზოგის სახით, ან ინვესტირება მოახდინოთ რაიმე პერსპექტიული მიმართულებით. ნახოთ, რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. მეშვიდე მაღალი არკანი ეტლი. სამყარო გეუბნებათ, რომ საუკეთესო პერიოდი გაქვთ მოქმედებისთვის, საკუთარი სურვილების, მიზნების და ოცნებების კენსვლისთვის. არ გაატაროთ ეს დრო პასიურ მდგომარეობაში და მაქსიმალურად პოზიტიურად გამოიყენეთ შესაძლებლობები, რომელიც ამ პერიოდში უხვად მოგეცემათ. ასეთი იყო 2025 წლის ნოემბრის ზოგადი ტარო პროგნოზი ქალწულებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად ამიტოვეთ კომენტარები. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.